ხალხო კვერცხი გაიაფთება 5%-ით, აი ესეთი განცხადება დაიდო მწარმოებლების ვეხმიანებით პრემიერ-მინისტრ კობახიძის ინიციატივასო და კვერცხს 5%-ით გავაიაფებთო და რაღაც ერთი წამით მეც ვიფიქრე რომ ვა იქნება მართლა გააკეთეს რაღაცა საქმე, კაცო მე ხო არ მეშლება და მე გადავამოწმე საქსტატის ოფიციალური მონაცემები და აღმოჩნდა რომ კობახიძის განცხადების დროს დეკემბერში კვერცხი ღირდა ისედაც 5% უფრო იაფი, მას შემდეგ გაძვირდა ზუსტად 5.46%-ით. და ახლა რა შვებიან, ანუ კობახიძის განცხადების მერე რომ გააძვირეს, ახლა ისევ წინა ნიშნულთან აბრუნებენ, იმ 5%-ით აიაფებენ და გვეუბნებიან რომ აი გავაიაფეთო. ესე იგი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმაო რა. აი ქართული ფასდაკლებების ვარიანტი როა, ხო ის Black Friday-ზე წინა დღეებში რომ აძვირებენ პროდუქციას და მერე Black Friday-ზე ვითომ ფასდაკლება როა. აი გააკეთეს სურსათზე რა. და რამდენიმე კვირის წინ კი მეუბნებოდნენ, სხვადასხვა ადამიანი მეუბნებოდა, რომ აი ეგეთ რაღაცას აპირებენ, მგონი ზოგიერთ პროდუქცია ისე სპეციალურად ავარდა ფასიო. მაგრამ მაშინ აი ხა ჩავაგდებ ვიდეოს, ეთერში მომერი და კიდევაც ესე მტკიცებით ფორმაში ვერ ვთქვი, იმიტომ რომ ეგეთ სისულელეს ახლა მინჭამს მეთქი, ეგეთ რამეს როგორ გააკეთებენ თქო, მაგრამ მართლა გააკეთეს. სხვადასხვა ადამიანი დამიკავშირდა და მეუბნება, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ჯერ ერთიანად არ აკეთებენო, არის ძალიან უცნაური მატება ფასის. ანუ იმიტომ კი არა შევარდნის შედეგი არა ხო სხვა რამე შეიძლება იყოს რომ აქ დამარხულია ამ ამბავში ხა მე არ ვიცი ეს ვიღაცების თეორია ხო არ ვიცი ეს რამდენად ქართული სეილია ანუ მაგის ხო აი შავ პარასკევზე წინა დღეებში რომ უმატებენ და მე ანუ ამას ხო არ აკეთებენ რომ რამდენიმე ადამიანმა მკითხა რომ ანუ სპეციალურად რაღაცებზე მოუმატებენ და მე აი საჩვენებლად აი იტყვიან რომ პირობითად ავი 20 იანვარს ღირდა აი ეს ხალხო და დღეს ღირს ეს ხო მაგრამ მაგას ახლა ვერ არ ვიცი აი მეც ეკითხვა გამიშთა რომ ახლა ამას ვინ ჭამს ხო ამას ვინ ჭამს ხო მაგრამ იქ ისეთები აქვს ნაჭამი ზოგს ვინც ქართული ოცნების პროპაგანდაზე ზის მხოლოდ და სხვას არაფერს არ უყურებს რომ არ გამოურიცხო რომ თავის თვალს და ჯიბეს არ დაუჯერონ